გამარჯობათ, ვაგრძელებთ ჩვენ ყოველკვირეულ რჩევებს. დღეს შევეხები ანემიას ორსულობის დროს. ანემია ეს არის, როგორც ვიცით, წითელი უჯრედების ნაკლებობა სისხლში, ანუ ჰემოგლობინის ვარდნა, რომელიც როგორც მოგვეხსენება ორსულობის დროს, ეს არის ფიზიოლოგიურად ითვლება, რადგანაც სისხლის მოცულობა ორსულებში იზრდება. ამ დროს წითელი უჯრედების, ანუ ერითროციტების წარმოქმნა შენელებულია, ვერ ასწრებს ისე სწრაფად მისი რაოდენობა ზრდას და ჰემოგლობინიც ეცემა. ამას თვლიან ფიზიოლოგიურ მდგომარეობად, მაგრამ თუ მაჩვენებელი 11-ზე დაბლა დაიწევს, მაშინ აუცილებლად დახმარებას საჭიროებს ორსული. ორსული ამ დროს არ ითვლება ავადმყოფ მდგომარეობაში, ანუ იგი ნამდვილად არ არის ავად, ეს არის ფიზიოლოგია, იმ 11-ზე ქვემოთ ვარდნაც ფიზიოლოგიად ითვლება, უბრალოდ საჭიროებს დანამატის სახით რკინას, B12-ს და ფოლიუმის მჟავას. გააჩნია არის ახლა უფრო ხშირად ხვდები ხოლმე ორსულებს, რომლებიც ვეგეტარიანელები არიან, არ მიირთმევენ ხორცს, ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ რკინა და B12 უმეტესად განსაკუთრებით B12-ია მიიღება წითელი ხორციდან და თუ ორსული არის ვეგეტარიანელი, ის პირველი დღიდან საჭიროებს რკინის დამატებას. არ დაველოდებით ჩვენ ჰემოგლობინი ვარდნას იწყებს თუ არა, მცირე დოზით მაინც ვუმატებთ, როცა ის ვეგეტარიანელია და არ მიირთმევს, ანუ ხორცს ორსულობის მანძილზე. ამავე დროს აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ B12-ის დონეც და ფოლიუმის მჟავაც, რადგანაც ისინიც იღებენ მონაწილეობას ერითროციტების წარმოქმნაში და შესაბამისად რკინის შემოწმებასთან ერთად ყოველთვის შევაცადოთ ეს ვიტამინებიც ვაკონტროლოთ.